მოვამზადოთ რაიმე მარტივი და გემრიელი, ისეთი ბევრი წვალება რომ აჭირდება და პირს გემრიელად ჩავიტკბარუნებთ. ჩემთვის მოხარშული კრემი კრემების მეფეა, ამიტომ მოვამზადოთ ჯერ მოხარშული კრემი. კრემს მოვამზადებ უკვერცხოთ. რძეს დავუმატეთ ფქვილი და შაქარი და კარგად გადაურიეთ. ორნაბიჯში შეგიძლიათ ყველაფერზე გაატაროთ ორჯერორი ბარათი, დააგროვოთ ქულები და ისარგებლოთ მშვენიერი ფასდაკლებებით. შემდეგ აუცილებლად გადაწურეთ საცერზე, რომ არ გაყოს გაუხსნელი ნაწილები. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაუნდმებით ურიეთ, არ მოშორდეთ გვერდიდან. ნელ-ნელა მასა დაიწყებს შესქელებას. საბოლოოდ კი გაუშვებს ჰაერის ბუშტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრემის ფაფა მზად არის და შეგიძლიათ გამორთოთ ცეცხლი. შემდეგ დავუმატეთ კარაქი და ვანილი. კარგად ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება და არ მიიღებთ ერთიან მასას. შემდეგ რძეში დაალბეთ ნებისმიერი ორცხობილა. უფრო ლამაზი იქნება თუ მუქი ფერის ორცხობილას გამოიყენებთ, მაგრამ ესეც გადასარევია. ორცხობილები გადაალაგეთ ლანგარზე და გადაიტანეთ კრემის ნაწილი. გაასწორეთ ზედაპირზე, ისევ იგივეს იმეორებთ მეორე ფენისთვის. ორთქლის საბაზანაზე გამნარ ძიან შოკოლადს დავუმატეთ ცოტა ზეთი, მე ზეითუნის ზეთი გამოვიყენე და ასევე დაჭრილი მიწის თხილი. გადაურიეთ და მოასხით დამცხვარს. დააყენეთ მასივარში რამდენიმე საათი, რომ გემოები კარგად გაუჟდეს და ორცხობილაც კარგად დარბილდეს და გემრიელად მიირთვით.